მოგესალმებით. მოვედით დღეს სიონზე სათევზაოდ. ეხლა არის დილის 6 საათი. ამინდი კარგია. პირველად ვარ ეხლა წელს სათევზაოდ სიონზე. და როგორც ამბობენ, არის აქტიური შამაიაო და შევხედავთ რა იქნება. პირდაპირ ვითევზაებს დამბიდან. ბარგი გვაქვს, ეს ჩემი ძმის, ეს ჩემი, როგორც ხდება ხოლმე ფიდერზე. ეგრეც უნდა იყოს, ახლა მე არ მიყვას ერთი ანკესო დაიკავე მე ხელში და დადგებიან ესე. თუ მიგაქვს ყველაფერი მზად უნდა კონდეს. სანამ სკამს დაეგეთებს ანკესებს ავაწყოთ, მანამდე დასაწყოს უნდა და ვიყენოთ აი ამას მარწყვის არომატით და მარწყვის სისტემს შეუვლებ ერთმანეთში. მოვზილავთ. დასაკვები გამზადდა. ამას დავაცდით ახლა 1.5 საათი ალბათ. უნდა იყოს ესეთი რაც ძალიან მყარი და ადვილად უნდა იშლებოდეს, რა. შვენიერი. დავასვენოთ ახლა ამას. 20 წუთი ალბათ 1.5 საათი და მანამდე გავაწყობთ ანკესებს და სკამს. ესე გამოიყურება ჩვენი სკამი. მატრიქსის ფიდერით ვითევზავებ დღეს მიზანმიმართულად შამაიაზე და მეორე ჯოხიც მაქვს წამოღებული. და ვაპირებ კოპტონს ჩავაგდებ ალბათ ერთ შეიძლება ხრამულიან კარასი დაждდეს. აქეთ ჩემი ზვა მოკალათ და აქეთ კოპტონი ჩავდები და ეგ კიდე აქ ფიდერზე დავждები და ეგ იქნება. დავიწყეთ დაკვება. დავკვებავთ 10 გადაგდება ალბათ 10-15. ნუ კარგად უნდა დავკვებოთ. ხო და მე შეუდგებით ჩვეულები შიგადაში დავკვებავთ, რა თქმა უნდა. გავშლით, ოდნავ ჩაგდებისთანავე ოდნავ წამოვარყავთ. და წამოვიღეთ, რომ ზედაპირულად მოეფინოს დასაკვები. რახან შამაიაზე ვთევზავთ. ფსკერა უნდა ჩატანო, არავის საჭირო. არის ჩაყმა. დაждდა შამაია. ძალიან კარგი, შვენიერი. არის შამაია.
არის ჩაკმა. არის ეს და შემეია ახლა დაგიძია რამდენზე ეს 20 არა 25 ბიჭო, მე მგონი რომ ვაგვიძდები დაგვიანდა. ჩემთან დაგვება. შენ არასდროს დაგვება. არასდროს არა, უბრალოდ ნაკლებად მივეცი. ჩეკმა კიდე შემოია შემდეგი მშვენიერი ესა შამაია ზუსტად რა არის პატარა ჩატყმა კიდე გონი არის ისევე არა არის ასე ყველა გადაგდებაზე რო დავჯდეო მაშინ ეგრე არ გამოვაო და არის მომენტები ძალიან ტემპში მოდის, არის მომენტები გაჩერებული. არის ახლა ჩაკმახოთ სავარაუდოდ უნდა იყოს თან კარგი ზომა. ისე ეკაჩება რომ აიკე, შვენიერი ზომა. შვენიერი შამაი. არის შეტყმა. წასიძეს. არის შვენიერი. თავიდან დავიწყეთ ეზაობა ცოტა ნერვული მომიშალეს. ვაფშე არ აქტიურობდა ჩემთან უყურებდი ჩემი ზომა გვერდზე იჭერს და ჩემთან ფაქტიურად გაშაშებული იყო, გაშტერებული. ახლა რა ვიცი. ტემპში წამოვიდა ჩემთან და ის ცოტა უფრო დიდი დასაკვირვებით კვებავდა. და უფრო პატარა და შეიძლება მაგის ვალია. დასაკვირვი მიაკდა შეიძლება და მაგით ეს ზუსტად განსაზღვრელია. ნუ თევზი ზოგადად აქტიურია, შეიძლება ჩამოსვლა თევზის დაჭერა. ისე არ არის რომ აი თევზი არ იჭირება, არ არის. ფაქტია იჭირება.
თან ცოტა ქარმა დაუბერა და რო ვაკვირდები ქარის დაბერის შემდეგ უფრო გააქტიურდა თევზი ვიდრე მანამ. ნუ ზოგადად ეგრეც არის. ქარში ჟანგბადით რომ ეწოდება თევზს და უფრო აქტიურია. მანამდე კაი წყნარი დინება იყო და ჩემთან პასიური იყო თევზი. რაც ქარი ამოვარდა შედარებით კი არა, ბოლო რამდენიმე წუთია ძალიან აქტიურად მიდევს. ნახოთ. არის შეკმა. არის ცოტა ხნის ჩემი ძმა უფრო მიჭერდა და რასაც ქვია ვიტირე რასაც ქვია შემიჭერდა ჩემთან რაჭის. ეხლა ჩემთან აქტიურობს უფრო. შევცვალოთ მატლი. ეს ბანანის ნემსკოვები ძალიან შეიძლება არ ჩანს. ძალიან მაგარი ნემსკოვებია. ეგრე უკეთებ მატლს. აი აშკარად ხარი უხდება სიონს. ველოდებით ვადნაზე არაფერი. გავაკეთოთ ახალი გადაგდება. დასაკვებში გადაში გვაწვდი უკვე დაკვებილია და ეტაპობრივად ვაწვდი ხოლმე 5-6-7 გადაგდების მერე. ვაწვდი ხოლმე არ არის მიზანშეწონილი ყველა გადაგდების მერე. არის ჩაკმა. ისე წააყარო, რაც მეგონი არ იქნება. რაღაცა ლაიქი წამოიყო, მაგრამ ნახოთ მაინც. ზოგადად შამეერზე თევზაობა ძალიან შრომატევადია. იმდენ გადაგდებას ვაკეთებ ხოლმე, რომ აი არ ვიცი. ალბათ ასობით გადაგდება გიქნება. ამიტომ არის პრიორიტეტი სუბუქი ჯოხი. ველოდებით ჩაკმას არაფერი. ცოტა მძიმედ კი წამოვიდა, მაგრამ არა ჩაკმა მქონია. ის თვითონ არა. აციკო ჩაკმა შამეერს ისეთი ჩაკმა თუ შეგრძნების გარეშე არ დავტოვებს. დასაკვირს უკრენ თაი ეგეც. ეს არის 28 გრამი, ცოტა ქარია და 28 გრამი დისტანციაზე კარგად უწყობს. დისტანცია დაკლებული მაქვს, მაგრამ გადაზომილი არა მაქვს და სავარაუდოდ არის 30 ან 35 მეტრი ალბათ, მეტი არა. სადღაცას. ნუ მე ძირითადად ყოველთვის ამ დისტანციაზე ვზობს იმის. არის
აი საიდუმლო რაში არის? ხო. ჯობია დააგო. ფრთიანი დაუშვათ 60 გრამიანი, ვიდრე ფრთის გარეშე 28 გრამიანი. ახლა მე დავაგე. გაცლე ეს არის 56 გრამი. მაგრამ გაცლებ ნელა იძირება, ვიდრე ფრთების გარეშე 28 გრამი. და გაცლებით უკეთეს შედეგს იძლევა. საერთოდ რომ ვერაფერი დაიჭირო ადამიანმა, ჯერ მარტო რამდენად დღეს ესეთ ბუნებაში რომ მოხვდა, დაიჭრები სიამოვნება. თავარი მაინც ხვიდა. არის ჩარტყმა არ ვიცი თევზი რამდენად იქნება, მაგრამ ჩარტყმა კაი იყო. არა არის. აბა გავისროლე შემდეგი. არის ისევ ჩარტყმა? აი მე მგონი ახლა არის. უფრო დამაჯერებელი ჩარტყმა იყო. კი. ზანდება ბატონი შამაია. აი. არის. არის ჩარტყმა. სწორად შესჩეული. დასაგვები, სადავე, დისტანცია ყოველთვის მუშაობს. ახლა ვაგვიждები გარშემო. აქეთ იქეთ, რა ვიცი, ის ბევრი ადამიანია ძალიან, მაგრამ რა ვიცი. თითქოს კი არა და უყურებ საერთოდ ჭერა არ არის. არის ისევ ჩარტყმა? ახლა რამდენი ხანია ჩემ გულზე დგანან, იქეთ ხარესაც, აქეთაც და საერთოდ ვერ ეჭერე მთელს. არ ვიცი. აი, შამია. არის მორიგი დაკმა. ის ტიპტივა საიდან აღმოჩნდა? იქ რა უნდა? ხო, მაგრამ იქ საიდან გაშდა? მოდი აქ. შემაიმუშა. აი, შვენიერი შემაი.
არის დაკმა. კარგად ყავს შემოყვანილი შამაია. ფაქტია, კარგად ყავს ადგილზე დაკვევილი და მოყვანილი ზუსტად მაგ ესე იგი ყველაფერი შერჩეული. სადავეც დასაკვებიც სიგზეც აი ყველაფერი. აი ამ ეტაპზე მუშაობს, ნახეთ. ისევ ჩაკმა ბიჭო, იმენა გაგიჟდებ ჩემთან. გამი? დასაკვები. ყველაფერი ისევ ისე, არაფერი შემოსლია ვაფშე. რამდენი გრამიანი? ისა 56. ასე იგი, ხმალობდი 25 გრამიან დასაკვებს, 30 გრამიანს. მაგრამ არ იყო ასე აქტიური. ეხლა დავაგე 56 გრამიანი. და რა ვიცი. გაცილებით მაგრად მუშაობს. დანამდვილებით ვერავინ არ იტყვის, რომ ის ჯობიაო, მაგრამ ექსპერიმენტია და ეხლა ამ ეტაპზე 56 გრამიანი მუშაობს აი ძალიან მაგრად. შეიძლება 10-15 წუთში უფრო ნაკლება იმუშაოს, მაგრამ ეხლა ამ მომენტში ეგ მუშაობს. ზოგადად თევზაობა ექსპერიმენტია. აი არის ისევ დაიწყო ნახოთ. ნახოთ არ. ეხლა არ არის. ეხლა მოვყუდით. სამდე მოგვატყუებენ, ჩვენ უფრო მოვატყუებთ. არის დატყმა? ლოგიკურად უნდა იყოს. არის. არის შამაია. არის დაკმა ისო. საურავდით ის. მე ძალიან ბევრი მსმენია მეთუზეებიდან, რომ 20 გრამიანი, 30 გრამიანი სავსებით საკმარისია. მე არ აღგიგე. თევზაობა არის ექსპერიმენტი. დავიწყე 20 გრამით, 30 გრამით ჩვეულებრივად ვეცადე. იგივე დისტანციაზე ზუსტად. მაგრამ არაფერი. საერთოდ ჩაეტყმა არ ქონია. არ ვიცი, ალბათ სიჩქარე არ მოწონდა ვარდნის. ზუსტად ანალოგიური ფორმის დასაკვები დავაგე, ოღონდ ახლა ჩემი არის 56 გრამი. შეიძლება მძიმე არის, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ახლა ეგრეა და მუშაობს ფაქტია. 56 გრამია და გაცილებით უკეთესად მუშაობს ვიდრე 30 გრამი და 20 გრამი. ნუ კარიც შედარებით არის და რაც კარს აპრიკოლებს პირიქით იდეალურად მუშაობს ხარშიც. დაეტყმაც, რა ვიცი, მუშაობს რა, ერთი სიტყვით. ძალიან კარგად. აი, კიდე არის დაკმა. 56 გრამი რულავს.
ეგ ნელი ჩავარდნა, უფრო არ მოძოს, ვიდრე უფრო სწრაფი. დასაკვები ფრთები გაშლა ყველაფერი იგივეა სატყუარის. დასაკვებიც უფრო სწორად მონა. არ ვიცი. ნუ არის შემთხვევები მძიმე არ მუშაობს და უფრო დაბალი მუშაობს. სადავე მაქვს სადღაც მეტრა 10 ალბათ. ხო, ეგრე რა. აპარეში სატყუარა რა თქმა უნდა. მატლი. არის ისევ შეთმა? ჩემი ჯოხი არ გაჩერებულა. ესე იგი მე რამდენი გადაგდებია ფაქტიურად არ გაჩერებულა ისე მოდის. როგორც იტყვიან, ზუსტად საჭირო ადგილზე ვარ, საჭირო აღჭურვილობით. შევცვალოთ მატლი. ნუ მატლს რა თქმა უნდა ხშირად ვცვლი. შეიძლება თევზი რო დაждდეს ეგრევე შევცვალო, ან რო შეხედავ რომ უკვე გაუფერულებულია თევზი წუწნეზე ერთადაც მაგას და ან დაპატარავებულია, ან ნუ შეხედავთ არ არის ისე როგორც თავიდან ეგრევე უნდა შევცვალოთ. გაცლებით ეფექტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დროის პლანვა. და მნიშვნელოვანი კიდე ფიდერი თევზაობის დროს ზუსტად ერთი და იგივე ადგილზე სწორცნა. დატლიფსული დაკვება ერთი და იგივე ადგილის და ერთი და იგივე ადგილზე სროლა. ეს არის მნიშვნელოვანი. 30-50 სანტიმეტრით ცდომილებაზე არ მაქვს საუბარი. აქეთ თუ მივფანტავთ საკვებს, გამოდის რომ შედეგი არ ექნება. შეიძლება აქ ბევრი მე როგორც გამიგია ახლა ბევრი ჩემზე ძლიერი მოთევზავია და ჩემზე ბევრი იცის, რაც მაგ პრეტენზია. მაგრამ როგორც წესი ვარდნაზე ამხელა წონას არ ხმარობენ ხოლმე. რა ვიცი, მუშაობს. ფაქტია. 56 გრამიანი დასაკვები. იდეალურად მუშაობს. აი, თითქმის მე რამდენი გადაგდება უკვე ვაგდებ და ხუჭი ჩატმა არ ყოფილა საერთოდ. ნებოთ თავს ახლა ეგრე უფრო მოწონს, რომ ოდნავ სწრაფი ვარდნა აქვს. ნუ სადავე კიდევ გავიმეორებ წაღანას. თქვი სადღაც მეტრა 10 თუ მეტრა 20 სადღაც დაახლოებით ეგრეა. არ გამიზომია, მაგრამ თვალის სიგნით დაახლოებით ესეა. არის კიდე შეთქმა? არ ვიცი უკვე მე რამდენი გადაგდება არ გამიმაზია. მინდა გადაგიღო შენს კაი კადრები, მაგრამ რა ვქნა სამწუხაროდ მე ვიჭერ და შენ ვერა და რა გავაკეთო. არა ხუმლობ ჩემ ძმაც თავიდანვე რომ მოვედით უფრო აქტიურობდა ეგრევე ზედიზე დასვა თევზი. მე ვერ ვიჭერდი, ნერვების მომშალა. და თავარია ნერვებს არ აუყოთ. და მაგრად გაუბრალდი. ეხლა მე უფრო აქტიურობ ვიდრე ჩემი ძმა. ნახოთ რა იქნება შედეგი. ნუ შედეგი მაინც აქ გამოსვლა ბუნებაში გართობა, ეგ არის მთავარი შედეგი. ასეთ ბუნებაში რო გამოდიხარ, უკვე მნიშვნელობა არა აქვს თევზს იჭერა არ იჭერს. ამ
ამაზე დიდი რელაქსი და სიამოვნება ჩემთვის არ არსებობს და ბევრი დამეთანხმება იმათ, რომ არ ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნება. არის ჩაიყმა? არა და შეგნებულად არ ვაცლებ, დასაგვებს მოდის ესე. ოპა, შვენიერი. ძალიან კაი ზომა. ძალიან კარგი ზომა. არა და ეხლა ჩემთან ჩაეთყმა, თან ძალიან მაგარი. მაგრამ შენ გამო გავმაზე. მალადაც. მომობ მაგარია მეთქი აი სკერუთევზაობაზე. ეს არის საშუალო წყობიჩოხი და დიდ დისტანციაზე ყარისატყვით რა ქვია, ძიმე სატყვარებით მანდამაინც არ ვარქა. მე მაგ რაიან სკაუტის 90 გრამამდე ჯოხი, ის არის სწრაფი წყობის და დისტანციაზე არის იდეალური ძიმე სატყვარი. ეს უფრო ესაც 90 გრამამდეა, მაგრამ ანა, უფრო შედარებით საშუალო დისტანციაზე და ვარდნას. ნუ ფლეტით თევზავ ხოლმე 40 გრამამდე სატყვარით, აი კიდე დაკმა 40 გრამამდე სატყვარით ფლეტით იდეალურად თევზავს, ან ნუ ახლა 65 გრამიანი მაგ და მაგაზეც მაგათ მუშაობს, მაგრამ ნუ საშუალო დისტანციაზე ხარ, ვთქვათ, შორს უტყამს ვერა. გზნობ ჯოხში რომ არ შეუძლია მეტი შორს გავარდნა. აი მეორეს კი პირიქით ძალიან შორ დისტანციაზე გადის. რა დანიშნულების ჯოხია, რა ფასიც აქვს. იდეალურია. აი კიდე არის აქ. შამაიაზე ჩვენ პირობებში და 30-40 მეტრის დისტანციაზე ფლეტ სატყვარაზე იდეალურად მუშაობს 40 გრამამდე ტესტზე. აი ეს მსუბუქი არის ძიმე. სასწაულად, მე რამდენი გადაგდება უკვე. აი არ ვიცი. რა დაგვები, ანაა, აი, ლევანიმაც დასვა შამაია. მალადეც ლეო, მალადეც. ძალიან კაი.
არის ჩატმა. ავაცილე სადოქს. ეს ისე ჩატმა. არა. What was არის ჩატმა. ჩატმას არის და შამაიაც. ეს ვიტყვი რომ არასოდეს არ უნდა დაუჯეროთ იმას რომ აი დღეს ჭერა არ არის ვიყავი და არ იჭირება აწახიდეთ ეს არის სრული აბსურდი შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს ან არასწორი მიდგომით მიუძღეს და შესაბამისად თავზეც არ იყოს ეხლა რომ დავჯექით ჩემი ზმა იჭერდა ერთი ალბათ 9 საათი კარგად და ჩემთან საერთოდ დაეთმაც კი არ მქონია ეს იმას ანიშნავს, რომ ჭერა არ იყოს. რაღაცა უნდა შევცვალოთ. ყოფილა შემთხვევა მინახავს, რომ აი დაუწერია პოსტი, რომ თუ იჭერება თევზი პრესიონზე და ბევრს დაუწერია, რომ არა იცი რა არ იჭერება. არ არის ეჯა. ზოგი საერთოდ გაეთქმაშიც კი არ არის თევზაობის და მე სხვასაც სტიმულს უკარგავს. ნუ რეალობა ეგრეა. ძალიან ბევრი ყოფილა მსგავს. და რა ვაგვირდები რეალობას ეგრეა. ზოგადად თევზაობის მუღამი ხო ის არის ბუნებაში გამოვიდეთ. რიგიდან ჩატყვა. და მაშინ ექსპერიმენტია. დავიჭერთ და დავიჭერთ. კოპტონის მონტაჟი მქონდა ჩაგდებული დღეზე საერთოდ არც კი დაუდგია, ნუ დამბასთან ჯერ ატრია კოპტონზე თევზაობა, მაინც ჩავაგდე. მე კი იყო საუჭის. მას დატვას კი არ ქონია საერთოდ. ნუ შამაიები იჭირება. არ ვიტყვი რომ ასეურა, კარგად იჭირება. ეს ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი. ნიკო რა არის ახლა არის და ზოგი შეიძლება იჭერს, აიც, ნუ ვთქვა რომ შამაი არ იჭერება, არა, მოდის, შეიძლება წამოსვლა და გართობა. არა, მაგაზე არ გეუბნები თევზაობა საღამოს კი გამოვა, მაგრამ დამწვარი ხარ ძალიან. არის ისო შამაია. არის რაღაც პერიოდი, აი დავუშვათ. რაღაცა ჩაგდებელი ბევრი არის. საერთოდ არ არის დაკმადი. არის პერიოდი ზედიზედ მოდის. მაგრამ როგორც წინა ვიდეოშიც თქვი,
სატყუ არა მატლი თუ მაწოთ უზავთ რა თქმა უნდა ვცვალოთ ეს რო აი ერთი დავაგე და მე რა უძეს კიდევ შეიძლება დაჟდეს განა პრობლემა არის მაგრამ შანსი ლოგიკურად პრაქტიკაშიც უფრო ნაკლებია გაჟდომის ვიდრე ის რო ახალი მატლს ესე გავაკეთე ხა ჩავხლერთ კი კარგი თავია არის მორიგი შანაია იყო ჩაიქმნა ნახოთ არის შემოია ავто ზავხორმე კონკრეტულად რომელიმე ერთი დაგიო მონტაჟით. რო შევხედავ რომ ერთ და რომელიმე კონკრეტული მონტაჟი რა პასურია, სულიერია. სადავე სიგზეს მონტაჟს ხო ეგეთ მონტაჟი. მოძრაობის გარეშე მაქვს აგდებული დასაკვები. პირდაპირ წნულზე. მე ცოტა წნული მოდის და მე სადავე. სადღაც 30 სანტიმეტრი. არის ჩაკონსა. ნია.
კარგად დავიღალეთ, ეხლა ცოტა დავისვენებთ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით საერთოდ შედეგით რა დავიჭირეთ. რა თქმა უნდა, ყველა თევზის დაჭერა ეს გადამიღია, მოსაწყენი ვერ ყოფილიყო და გაჩვენებთ ძალიან შედეგს. აჯდა შემაია ისო. შენ, რაც ეს თუ ვინმე დამბაზე იყო და იტყვის რომ ჭერა არ იყო, რა ვიცი ძმა. ყველა გადაგდებაზე არა, მაგრამ ისე რომ ამოხვიდენ და გაერთო და ნორმალურად ეს დაიჭირო, რა ვიცი, ეგეთი ჭერა იყო, ნამდვილად. და შენ არ ვიცი. გაჯდა ისო ხანდახან ისე ტემპში წაეწყობა ხოლმე რომ რავი გადაგდება ამოღება ერთია ზოგჯერ პასიურობს ზოგჯერ მოდის და ეგ შევცვალოთ მატლი ну საერთო ჯამში ძალიან კარგი დღე გამოდის ხელაგზაზე ჩამოვედითო და თევზი ვერ დავიჭირეთო, ეგეთი არ არის. დავასრულეთ დღევანდელი თევზაობა. როგორც გითხარით, ნადალს გაჩვენებთ ცალკე ჩემი ძმის. ავწონით, შევადარეთ, ვნახავთ რომელმა მოიგო. ჯამში კაი დღე იყო. კაი თევზაობა გამოვიდა. თევზი ნორმალურად აქტიური იყო. კარგად დავკვებეთ, კარგად შემოვიყვანეთ. და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კაი თევზაობა იყო და კაი ჭერა იყო. ეს გარედან რაც ჩანს, ასე. საკმაოდ კაი ნადავლი გამოვიდა. ეს ჩემი ნადავლი, აბა ნახოთ რამდენი გამოვა. ავწონოთ 3 კილო და 900. 4 კილომდე, 20 გრამი აღკილი 4 კილოს. ჩვენიერი, ძალიან კარგი. ეს ჩემი ძმის ნადავლი. აბა ვნახოთ. ოთხი და 300. მალათიც. ჩვენიერი ძალიან მაგარი თევზაობა გამოგვივიდა. 4 კილო თევზი შამაია არ არის ცუდი. რა უკმაყოფილი ხარ ლევანი? მაგარი იყო, სერიოზული. კაი იყო. დღევანდელი დღე გამოვიდა იდეალური. აბა დროებით.